ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო დღეიდან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ საჯარო სკოლებში ან რაიონულ რესურს ცენტრებში დარეგისტრირდნენ. თემაზე პირდაპირ ეთერში უფრო დეტალურად ზვიად ხუჯაძე ერთვება. გამოცდების ერთიანი ეროვნულმა ცენტრმა დღეიდან უკვე გამოაცხადა აბიტურიენტებისათვის მიღება და რეგისტრაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. გარდა ამისა, დღეიდან რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ იმ სტუდენტებსაც, რომელთაც საგრანტო კონკურსისათვის სურთ ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ხოლო რაც შეეხება მაგისტრატურის მსურველ პიროვნებებს, რომელთაც სურთ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება, მათთვის რეგისტრაცია იწარმოებს კვირის ბოლოდან. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია მიმინოშულმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც წელს დაიგეგმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როგორც ქალბატონმა მაია მიმინოშულმა განაცხადა, წელს აბიტურიენტებს აქამდე არსებული 7 სავალდებულო უმაღლესი სასწავლებლის ნაცვლად საშუალება ექნებათ შემოხაზონ ნებისმიერი უმაღლესი შეუზღუდავი რაოდენობით ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მაია მიმინოშულის კომენტარი. რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აბიტურიენტმა ამ პერიოდის განმავლობაში. პირველი, მან უნდა აირჩიოს საგამოცდო საგანი ან საგნები, რომელსაც დამატებით ჩააბარებს იმ სავალდებულო გამოცდებთან ერთად, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა. ეს გახლავთ ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და ერთ-ერთი უცხო ენა. მან და მიიღოს ასევე გადაწყვეტილება გამოცდის ენასთან დაკავშირებით. აქ გულისხმობ აფხაზურ ენასაც, იმიტომ რომ ჩვენ ყავს აბიტურიენტები, რომლებიც სახელმწიფო ენის გამოცდას ქართულის ნაცვლად აბარებენ აფხაზურ ენაზე. და მან უნდა მიიღოს ბუნებრივია გადაწყვეტილება იმ საგამოცდო ქალაქთან დაკავშირებით, სადაც მას სურს გამოცდის ჩაბარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ 11 საგამოცდო ქალაქი გვაქვს, სადაც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. გარდა ამისა, სიახლეა წელს ისიც, რომ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ 7 უმაღლეს სასწავლებელში 17 სხვადასხვა სპეციალობაზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო საგნები, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასევე საინჟინრო სპეციალობები. შეიძლება ისწავლოთ უფასოდ 17 სხვადასხვა მიმართულებაზე 7 უმაღლეს სასწავლებელში და როგორც მაია მიმინოშულმა დღეს განაცხადა, პირველი გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 27 ივნისს გაიმართება. ზვიად ხუჯაძე საუბრობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან.